მშვიდობა ქართველებს. ცოტა ხანი ნახოთ. და მე დავწყოთ. Donc, chantez ensemble notre carrière, la belle მშვიდობა ქართველებს, ჩვენს მამულს, თითოეულ ქართულ ოჯახს და ყველას. მე დღეს წუხანდელი მძიმე მდგომარეობით მინდა დავიწყო ეს ჩვენი ვაგზალთან დაღუპული ადამიანების სანთიმარი მინდა უთხრა მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს და ეს იყო უდიდესი განსაცდელი წოხელი რა ვიცი რა თქვა ის სახლი ყოფილა მეხუთე კატეგორიის დაზიანებით და ყოფილა ეს ცნობილი და ძალიან წუხანდელი ხარვის გამო. ახლა მე კიდევ ერთ ლექსს წავიკითხავთ. გეკითხებით. ბინდისფერი დასდებია ფერფთალ სახეს, ფიქრით ისევ მოვიარე მთადამდელო, გეკითხებით, მე რამდენად გეკითხებით, საით მიყავთ ეს ტანჯული საქართველო, მახვრის გულში ვინ ჩაარტყამს მშობელ დედას, ეს ტკივილი მითხარ როგორ გავანელო, ვინ დაგწევა ან რა დედამ გამოგზარდა, ასე როგორ გაიმეტეთ საქართველო, გმირთაძულები ისე ოხრავს საფლავიდან, წყული როგორ დაგიამოს სანატრელო, რაიშოვეთ უკეთესი გეკითხებით, ასე როგორ გაიმეტეთ საქართველო, ქართულ მიწას ვერაფერი შეედრება, გეფერები, მინდა ხელი შეგაშველო, უფლის მაგლი დაგვიფარავს, ასე ვფიქრო, შვილებისგან გაწირულო საქართველო, ბინდისფერი დასდებია ფერფთალ სახეს და ცხრემლებით დავასვენებ მთადამდელო, საფლავშიაც ვერასოდეს მოვისვენებ, ჩემი გული შენ გეკუთვნის საქართველო. ნამდვილად ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ და ძალიან ბევრი შეკითხვა დაგროვდა დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ჩვენთან სტუმრად არის სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის წარმომადგენელი ქალბატონი ვიოლა მამალაძე. ქალბატონი ვიოლა, თქვენ ძალიან კარგად ხართ ჩახედული ამ საკითხებში, ჩვენ რას ვაკეთებთ, რა გავაკეთეთ და მთელი 28 წელი ბატონ აკარისთან ერთად ქართველმა ერმა რა გზით ვიარეთ და ამ შესახებ რომ მოახსენოთ საზოგადოებას. მადლობთ. მივესალმები ბატონ თემურს, მივესალმები ტელევიზია მამულს, მადლობა რომ აღმოჩნდი აქა, მართლა გულწრფელი მადლობა, რამე თუ დღეს საქართველოში ერთადერთი ტელევიზია აი ამ წუთში რომ საშუალება მოგვეცა ჩვენ სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის წარმომადგენლებს აქედან ვამცნოთ სიმართლე უთხრათ საქართველოს, მაგრამ გუშინდელი ვითარებიდან გამომდინარე მინდა მიუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს ამ ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს სრულიად საქართველოს და ეს ორი დაღუპული ადამიანი იყოს უკანასკნელი მსხვერპლი დღეს ამას იქით. მე
როგორც ფრონტის წევრი 24 წელი გამიხდება, რაც ბატონ აკაკი ჯორჯაძის იდეოლოგიას ვეზიარე და მის შემდეგ ვაკეთე შეძლების და გვარად. ჩვენ მძლეველებს, რომ პატარა ჯგუფს, რომლებიც მოგროვებული ვიყავით უფლისნებით ბატონ აკაკი ჯორჯაძესთან, ყველაფერს ვცდილობდით, რომ ბატონი აკაკისგან მოწვდილი ინფორმაციის საფუძველზე დროის მიხედვით გვეკეთებინა, რაც იმ დროისთვის, იმ პერიოდისთვის და საქართველოსთვის აუცილებელი იყო. რამე თუ მამა მაღალი ღმერთის სამყაროში მამას გადაწყვეტილი ჰქონდა დედამიწაზე ადამიანური მოდგმის მოსპობა. და საკითხი დგას დღესაც ან. მაგრამ გულმოწყალი მამამ დედამიწაზე მაინც გამოგზავნა ადამიანური მოდგმის გადამრჩენელი უფალი თავისი მხოლოდშობილი ძე ქრისტე, რომელიც მოვიდა სულით სიტყვის სახით. ბატონმა აკაკი ჯორჯაძემ, რომელიც მანამდე იყო საზოგადო მოღვაწე და მწერალი, ქართველი მწერალი, შემდგომში ბიბლიური სასულო კაცი, ანუ სასულო ადამიანიდან უგეშის მცემელი, რადგან ეს იდეოლოგია ზოგად საკაცობრიო მოვლენა მოხდა და ეხებოდა და ეხება დღესაც, დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ ადამიანს, ყოველ ერს, რისთვისაც ერებით შერჩეულია მომსპობი და ეროვნებებიც დამღუპელი შერჩეულია. დრო კიდე განსაზღვრულია და ბატონმა აკაკი ჯორჯაძემ თავისი მოღვაწეობის 28-29 წლიან პერიოდში ყველაფერი აკეთა, რომ ეს იდეოლოგია, ეს მიღებული კოსმოსიდან მიღებული, სულით მიღებული ინფორმაცია მიეტანა ერამდე, ადამიანებამდე. რამე თუ პირველ რიგში უნდა გაეგო ქართველ ერს და შემდეგ უკვე ქართველი ერი რო აღასრულებდა აი ამ მისიას, რაც ოდითგან აქვს დაკისრებული საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრო ქვეყანას, მერე უკვე გაითავისებდა კაცობრიობა და გაგრძელდებოდა დედამიწაზე სიცოცხლე. თვითონ ბატონი აკაკი ჯორჯაძეს რა მისიაც დაეკისრა, მან ყველაფერი აკეთა, რაღაც არაადამიანური შრომის ფასად, შედეგად შვილიც კი შეეწირა ამ საქმეს. მას თავიდანვე ეთქვა, რომ მისი ოჯახური ერთიანობის წინაღობას ვინც ავსებდა, ერთ-ერთი გავიდოდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ვინ ეს არ იცოდა ბატონმა აკაკიმ და მოხდა ისე, რომ 24 წლის ვაჟკაცი დაიღუპა საზღვარგარეთ და საზღვარგარეთ აღმოჩნდა, იმიტომ რომ ბატონმა აკაკიმ თვითონ გაარიდა ეს შვილი ღმერთის გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ თავიდან არ ჰქონდა ისეთი რწმენა, ისეთი გაგება, მე ამას კარგი გაგებით ვამბობ, რომ მოხდებოდა ის, რაც მოსალოდნელი იყო პარეგონა. და იქ ამ შვილს მოხდა სამწუხაროდ ბრმა ტყვია და დაიღუპა. და 7 წლის განმავლობაში სახლიდან ბატონ აკაკის გასვლის უფლება არ ჰქონდა, გარდა საკუთარი შვილის საფლავზე მისვლისა. ჩვენ მძლეველებმა ვაკეთეთ, რაც შეიძლება მეტი ასეთი საქმე დედამიწაზე საერთოდ არასდროს არ გაკეთებულა. ვაკეთეთ იმდენი, რასაც უფალი ითხოვდა,
რომ რადგან საქართველო არის დედამიწისეული ცივილიზაციის საკვანი, ამიტომ საქართველოში უნდა მოხდეს პირველი გადარჩენა. უნდა აღსრულდეს ბიბლიით ნინევეს სასწაული. კი უნდა მოხდეს მაშინდელი ძლევაი საკვირველი, როგორც დავით აღმაშენებელმა აღასრულა და გადაარჩინა ქვეყანა 200 მეომრით. არა, ახლა უნდა მოხდეს იონას სასწაული. ბიბლიაში რაც წერია ნინევეს სასწაული. ნინევეს სასწაული კი არ უნდა მოხდეს ძლევაი საკვირველი, არამედ ძლევაი სასწაული. რომ აღსრულდეს ან ვიღუპებით, ან გადავრჩებით და დედამიწაზე გაგრძელდება სიცოცხლე. ეხლა ჩვენ ბიბლია ამასაც გვეუბნება, რომ უკეთური და მომრუ შემოთმაო სასწაულს ელისო, მაგრამ სხვა სასწაული არ მიეცემა მასო. აი ეს ერთადერთი სასწაული მიეცემაო და ეხლა ჩვენ ისეთ მომენტში ვართ, რომ ყველა თავის იმას სასწაულად გვაჩვენებს და იქნებაო სრულ წინასწარმეტყველი და სრულ ქრისტეებიო. აი ეს პერიოდია ქალბატონო ვიოლა ხო დამდგარი, რომ ყველას თავისი თავი გონია პირველი და ვეძებთ იმას, არ მიეცემაო სხვა სასწაული და რატო ვითხოვთ? აი ეს ერი რატო ითხოვს ამ სასწაულს? საინტერესოა. დიახ, ვეცდები გაგცეთ პასუხი. დიახ, უკეთური და მემრუ შემოდგმა სასწაულს ეძებს, მაგრამ სასწაული არ მიეცემა გარდა იონ წინასწარმეტყველის სასწაულისაო ერთადერთი. მაგრამ დღეს 21 საუკუნეში, როდესაც 32 წელია მოვლენიდან დაწყებული და ბატონი აკაკი სამწუხაროდ დღეს აღარ არის და ჩვენ გვიწევს მისი ანდერძის გაგრძელება, დატოვებული საქმის კეთება და ყველანაირად ვეცდებით შეძლების გვარად რომ გავაკეთოთ, რომ გადავარჩინოთ ადამიანური მოდგმა დედამიწაზე გაგრძელდეს სიცოცხლე, მაგრამ ამ მეორე 21 საუკუნეში სამწუხაროდ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ არ აღსრულდეს ეს ამ მოვლენის მოთხოვნები, უფლის მოთხოვნები, ახალი სიტყვის მოთხოვნები, რომელიც მობრძანებული აგერ მერამდენე წელია 3,000 წელი გასრულდა და ეს მოთხოვნები არ ექვემდებარება რევიზიას, რომ ითხოვს უფალი, რომ შეიცვალოს კაპიტალისტური სისტემა, დღეს კაპიტალიზმია დედამიწაზე გაბატონებული, უკვე ეს კაპიტალისტური სისტემა ჩიხშია მოსული, ამიტომ უფალი ითხოვს მის შეცვლას. ძლევა უნდა მოხდეს. მის შეცვლას კოსმოსიდან მოწვდილი მომავლის პროგრამით, რომელიც ჯერ ერთი მოვლენა არ სჯერა ქართველი ამერანებია ყველა და მოვლენა არ სჯერა და მე მოწვდილი კოსმოსიდან პროგრამა, მომავლის პროგრამა, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ცხოვრება ნულიდან, მაგრამ როგორ დავიწყებთ, როცა მოვლენას ტაბ დაადეს, ჩამოსული ბრძანდებოდა იოანე პავლე მეორე რომის პაპი და რუსეთიდან სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი მეორე და სინოდს დაადებინეს რომ ეს ამ მოვლენის შესახებ არავის არ ცოდნოდა, არც ერთს და არც ბერს და საერთოდ არც კაცობრიობას. რადგანაც ბატონმა აკაკიმ ეკლესიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მით უმეტეს ილია მეორემ პატრიარქმა, სწორედაც მეორე, იმიტომ მარი ალექსი მეორეც მეორე იმიტომ იყო და იოანე პავლეც მეორე იმიტომ იყო, რომ ამ პერიოდში შეესწრებოდნენ, მეორე მოსვლის პერიოდში შეესწრებოდნენ, მაგრამ მოხდა რაც არის დღეს შედეგად, რომ ჩვენ ქართველი ამირანები ვართ, არანაირი უფლის მეორე მოსვლა არ მომხდარა და თურმე გადავიწევია კიდევ, ოღონდ აღარ ამბობენ როდემდე.
მეუფე იაკობიშვილმა ხო თქვა, რომ გადამწიედო გამოდის და იმეორებს, მაგრამ აღარ ამბობს როდენდე გადაწიედ. საოცრება ხდება. ამის გამო ეს უფლის მეორედ მოსვლა რომ გადასწიეს საქართველოში, თან მაშინაც ქრისტე გააკრეს წიგნობრებმა და ფარისეულებმა ჯვარზე, იგივე ხდება ახლა, მაგრამ მაშინ ხორციელად იყო ფიზიკურად მოსული, ისრაელში იყო მოსული, თვითონ ისრაელი ღმერთის მოწინა აღმდეგეს ნიშნავს სიტყვა და დღეს გამოჩნდა საქართველოში ჩვენ ისეთი კარგები ვართ, ისეთი ჭკვიანები ვართ, რის ღმერთი, რა ღმერთი, ჩვენ ვართ პირველი, გვინდა თანამდებობა, გვინდა სკამი, გვინდა თბილი ადგილი, შეძლებული გემრიელი ცხოვრება და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს და მით უმეტეს როცა გარედან არის ზემოქმედება, ევროკავშირია გაერვა თუ ვინც არის, აქ განიხილება ახალი პროექტები, არის იქ იალღუნჯის 3 ჰექტარია ასათვისებელი და ვინც არის დამპროექტებელი პირდაპირ უთხარი დამშვიდით მეთქი. ამ ხალხმა ვერ გაიგო რომ საქართველოა გაყიდული რამე თუ 1985 წელს შევარდნაძემ მასონობა მიიღო და მთელი საქართველო მიართვა ებრაელ მასონებს. უშველებელ ფასად. ფული არც არავისთვის არ მეუციათ ეს ფული, თუნდაც $100. არავისთვის და დღეს გრძელდება. გამოჩნდა თურმე 40 წელია ეს საერო სამზეო პროექტი უნდა განხორციელდეს და ეს თურმე იქნება სამომავალთაობო გადარჩენა. ადამიანო, უფალი გეუბნება გადასარჩენად ვარ მოსულიო და შენ მიწიერ ამბავს, მიწიერ პროექტს თავაზო, თან არიქა ესაო, ისაო, არიქა გაწევრიანდითო, გახსნითო ამ ბანკსო საიტს. საიტს შექმნით კი ბატონო, საიტის შექმნა, მე არ მერკვევი ამ საიტებში, მაგრამ შექმნაში, ტელევიზიის გახსნაში, მაგრამ მე ერთი ვიცი, ტელევიზიის გახსნას დიდი ფული უნდა. მე მახსოვს, 24 წელია ბატონო აკაკის საქმეს ვაკეთებ. და მახსოვს რომ თურმე კავკასიამ თქვა $1,000,000 რომ მომცეთ, მაინც არ გაგიშვებთ ერთშიო. ანუ დღეს სხვა რამ ხდება. ამაყავებთო საქართველოსო და სამომავლოდ მომავალთაობას დიდ რა დავყვეთ. ოჯახ აშენებულო. რატომ არ გინდა იმის გაგება, რომ ეს ქვეყანა, აი ეს საქართველო, თვითონ საქართველო ფიზიკურად გაყიდულია. შენი არ არის, იქ აფხაზეთი დაკარგული გაქვს, რუსეთს აქვს წაღებული, სამაჩაბლო წაღებული აქვს, მიხეილ სააკაშვილის კაპიტულაციის გამო. საქართველო დასაბრუნებელია. რაც აქვს წაღებული ქალბატონურიოლა და სხვებს ირგვლივ დავით გარეჯი რომ ჩვენი აღარ არის და თურქეთს რომ წაღებული აქვს ტაო-კლარჯეთი და ის და ეხლა აზერბაიჯანი და სომხეთი და თურქეთი რომ გაერთიანდნენ და თურქეთი დიდი თურანის შექმნას აპირებს, ჩვენს რა მოგველის და რა ის პროექტებზე ვისაუბროთ. სწორედ ეგ მინდა თქვა რომ ჩვენ ისეთ გეოპოლიტიკურად ისე ადგილას ვარსებობ, ჩვენ არ ვართ ევროპა, ჩვენ ვართ კავკასია. არც ევროპას ვეკუთვნით, არც აზიას ვეკუთვნით, კავკასიას ვეკუთვნით და საქართველოს ამ პატარა საქართველოს პატარა მცირე რიცხვოვან ქვეყანას აი ეს მისია ვაგისტრია, რომ გადავარჩინოთ მთელი მსოფლიო, მთელი კაცობრიობა და მით უმეტეს აქეთ მარცხენა მხარეს დასავლეთ საქართველოს მეზობლად ყავს ჩვენ ლაზური წარმოშობის პრეზიდენტი ერდოღანი. მაგრამ
რაც კი ერდოღანია მოსული ხელისუფლებაში, მისი ოცნება არის დიდი თურანის შექმნა. რუსეთისთვის ყირიმის წაგლეჯა უნდა. აქეთ აზერბაიჯანის, სადაც არის დღევანდელი აზერბაიჯანი, იქ ხო ალბანელები ცხოვრობდნენ და ისინი აღარ არსებობენ, როგორც არაბები აღარ არსებობენ, ნამდვილი არაბები. ეგვიპტელები კაცრავად და არაბები არიან გაბატონებული დღეს. და მით უმეტეს ჩვენ არც გასაქცევი გვაქვს, არც გასასვლელი გვაქვს. აქ დასავლეთის მომხრე არის ფაშინიანი კიდე. იქ რაც ხდება სამხრეთ მხარეს ირანია, რომელიც ისრაელთან, ამერიკასთანაა დაპირისპირებული და ამის წინ რამდენიმე დღიანი 12 დღე იყო მგონი ომი იყო და რა ხდებოდა და რამხელას არ არის ორივე მხარე ნახა რომ ისრაელი იძულებულია ჯერ ერთი დინები შეისყიდოს საქართველოში 10,000-ის ნამედი აქვს და ბათუმი და თბილისი ფაქტიურად უკვე თითქმის მათ ფული უამრავი აქვთ. მათ აქვთ ფული, ჩვენ ქართველებს არ გაგვაჩნია ფული. და გარდა ამისა კიდე მიგრაცია ხდება რაღაც საშინელი, უსაზღვრო, უზომო, ანუ ანტიდისკრიმინაციული ხელშეკრულება, რაზედაც დიდი სიამაყით აქვს ღარიბაშვილის ხელი მოწერილი, მისი თითოეული პუნქტი, რომელიც არც ერთი არაა ცნობილი ქართველი ადამიანისთვის, აღსრულება ხდება, ანუ ებრაელი მასონები ჯერ ერთი ნაკიდი აქვს საქართველოს და მე ისედაც იძახიან, რომ საქართველო ჩვენი ახალი იერუსალიმია. მაშინ ჩვენ რა ქართველებს საერო სამზეო და მრგვალი სოფლები, ანდა შეიძლება კი მამაქალაქი. მე ეს არც ბიბლიაში მინახავს და არც სადმე ამომიკითხავს, მაგრამ გიორხელიძეები და ვიღაცეები ქმნიან და ხალხს ბოდიში მაპატიებ, მართლა რომ ნაცარსაქმიან თვალებში აბოლებენ, ქართველთა დიდი გაერთიანება და რაც აღარ ქმნიან, სადაც ტრიბუნასთან მისული ქალბატონი ლია კუტალაძე გიორხელიძემ იქიდან გამოაგდო, რომ მე ჯორჯაძის პროგრამა მჭირდება ახლა. ჯორჯაძის პროგრამა, ჯორჯაძის არ არის. ადამიანი ყველა გაზეთში, მე მაჟრიალებს ბოდის ვიხდი. ყველა გაზეთში, არა ერთხელ. გაზეთში კი არა, ჩვეულებრივ გაზეთში. ყოველთვის ამბობდა, რომ ჩემით არაფერს ვამბობ, ჩემით არაფერს ვაკეთებ. ანუ ეწოდებოდა და იმ თვითონ მიმღები იყო იმ სიტყვების და იმ სიტყვებს იმეორებდა და ჩვენ გვაწვდიდა, მაგრამ ქართველ ერს არ ესმის არაფერი. ამას წინათ შეხვედრაზე მყოფი, როცა მე საუბრის საშუალება მომეცა, იმხელა ემოცია გამოხატა ადამიანმა, რას ვამბობდი ამისთან მიუღებელს, მთელი კვირა ვფიქრობდი. მიუღებელს რას? მე ისეთი წინაპარი მყავდა, რომელიც საქართველოს დემოკრატიისთვის იბრძოდა, ჭეშმარიტი დემოკრატიისთვის და არა დღევანდელისთვის, როცა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომლის პოლიტიკურად გადასაწყვეტია გადაყოფნის საკითხი, ჯერ საქართველოსი და მე კაცობრიობის, არის მონამორჩილი და ევროკავშირის ხალხს ნაცარსაქმიან თვალებში. აიქა ეროვნულები ვართ, ეროვნული სიტყვა, ეროვნული დაკარგა სიტყვამ თავისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა. ისა ქალბატონობილა, ეხლა რა ხდება, იცი, ყველა ამბობს, რომ ცუდად არის საქმე. და ჩვენ ვხვდებით, ხო ბატონო თემო, რომ ცუდად არის საქმე. და საქმე რომ კარგად იყოს, აი ამას, ხო, არავინ არ გვეუბნება, რომ აი ეს გავაკეთოთ და საქმე კარგად იქნება.
მხოლოდ სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნულ ფრონტს აქვს გაკეთებული პროგრამა და შექმნილი ეს რომ საფუძველი იმისი მხოლოდ ჩვენ გვაქვს რომ საქმე კარგად იყოს და გამოვიდეთ ამ უბედურებისგან და ამ გლობალიზაციის მარწუხებისგან დავარწიოთ თავი და ამას არავინ არ უსმენს ნეიტრალური საქართველოს შეუქმნია ახლა ნანა კაკაბაძეს და გელა ნიკოლაიშვილს აი ამ საკითხთანაც დაკავშირებითაც უნდა მინდა ვთქვა და თუ უხერხული არ იქნება ახლა თქვენი ეთერიდან ამის გაშკერება ნეიტრალური საქართველოს განსაკუთრებული სტატუსით თუ ამ გზით ცვლა უნდა რატო არ მოდის რატო არ კითხულობს რომ როგორ შეიძლება ამ გზაზე გავიდეთ და ჩვენ 30 წელი რომ ვიძახით რომ ნეიტრალური საქართველოს და არ შეიძლება საქართველოში ყველა მოვიდეს და ყველა წავიდეს და თავის შუაზე იაროს ყველა ჩვენ ოჯახი არის ჩვენი საქართველო არის ჩვენი დიდი ოჯახი და ოჯახში ვინმე მიაროს ნებართვის გარეშე და თავის შუაზე შეიძლება და ისა თუ აკეთებს ქალბატონი ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი ამ ნეიტრალურ საქართველოს როგორ აკეთებენ არ უნდა გითხრათ არც პეტრიან იმიტომ რომ ჩვენი შტაბის უფროსი მძლეველებში შტაბის უფროსი მე და აც განსვენებული თენგიზ ლაშქარაშვილი ბაგებში ჰქონდა კაკაბაძეს ოფისი და მივედით გაოცებული შეხვდა ჯორჯაძის იდეოლოგია საერთოდ არ გაუგონია პირველად ესმის ჩვენ გაუგნებულმა გადავხედეთ ერთმანეთს და ვისაუბრის შემდეგ დავბრუნდით ოფისში დაგვიხვდა ბატონი ნაკაკი და მოუყევით რაც მოხდა რაც ვნახეთ როგორ მიგვიღო ქალბატონმა ნანა ქალბატონი ნანა როგორც მაშინ თქუოდა ისე თუ ის დღესაც ქალბატონი ნანა სხვისი დავალების შემსრულებელია სადაც ყოველდღე დამბრძანდებოდა და პლუს ვისგანაც არის ახლა დავალების შემსრულებელი მეც ქალბატონ ნანაზე აღარ ვიტყვი ნიკოლაიშვილთან დაკავშირებით ვიტყვი იმას რომ მე თვითონ ჩემი ხელი ბევრჯერ მიმიწვია აქციაზე მისთვის ჩვენი გაზეთები ანუ უზარმაზარი ინფორმაცია და ესე როგორც ჯონდი ბაღათურიამ ვაგის პარკში ესია მიკარა ხელი გაზეთზე მოაშორია კიდანო ისე გელამაც ასე რომ ეს ამათ დრო გაყავთ მაგრამ დრო ჩვენი არ არის დრო მამისა მამამერთისა უფლის არ არის უფალი ძეა მამისა და მამამ ბატონი ნაკაკი გაიყვანა ანუ როცა დაინახა ბატონმა ყველაფერი აღასრულა ზედმეტიც ბევრი გააკეთა ბოლოს მით უმეტეს ან საპატრიარქოდან ელოდებოდა წარმომადგენელს ან ხელისუფლებიდან მაგრამ სამწუხაროდ არავინ გამოჩნდა რომ შეთანხმება შემდგარიყო სამწუხაროდ ასე დასრულდა და ახლა თქვენს ნათქვამთან დაკავშირებით ცოტა გზას გავაგრძელებ თუ შეიძლება რამ ჯერ ვიტყვი ტეხასის შტატში მომხდარ საშინელ ტრაგედიას რამაც 130 ადამიანი შეიწირა და 60 არის უგზოუკლოდ დაკარგული სადაც ბატონი ტრამპი ჩავიდა და რაც ნახა ანუ ნანახმა გადააჭარბა რასაც ელოდა და როგორც ეგონა სინამდვილეში სულ განადგურდა იქაურობა ამის გამო ამერიკაშიც ბევრია ტრამპის მოწინააღმდეგე და აი ამ საშინელ ტრაგედიას ტრამპის კატრინა დაარქვეს კატრის ტრამპინა რადგან ტრამპის კატრინა ბოდიში და რადგან ბატონი ტრამპი ვახსენე აი ბოლო დროს შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს რუტეს ერთ-ერთზე ჟურნალისტების გარეშე და რაზე ისაუბრეს კაცმა არ იცის, მაგრამ რაც გარეთ გამოვიდა, ტრამპი
სვის დავალებებს ასრულებს. ტრამპი არ ეკუთვნის საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, ლაპარაკი 13 უმსხვილესი მასონია, რომელიც მართავს მთელ პლანეტას. 13 მთელ დედამიწას 13-ია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს დედამიწაზე 8 მილიარდამდე ასული მაცხოვრებლების მილიარდზე ნაკლებად 700,000 იყო თქმული, მაგრამ ახლა უფრო ნაკლებიც არის, თუ კი საქართველოს მოსახლეობა უნდა დავიდეს 500,000 ადამიანზე, სადაც ქართველი არ მოიაზრება, ამერიკაში 300 მილიონია, ის 100 მილიონი არ უნდა დარჩეს ან არა. და ტრამპი რადგან ვახსენე და მით უმეტეს რუტესთან მისი შეხვედრა ჟურნალისტების გარეშე ბოლოს გაახმოვანეს, გააჟღერეს, რომ ტრამპი აგრძელებს უკრაინის დახმარებას. აგრძელებს უკრაინის დახმარებას, მაგრამ იმ გაგებით, რომ მისაწოდებელი პატრიოტები და ყველანაირი შეიარაღება უნდა შეისყიდოს ნატომ ძვირფასად და მერე გადასცეს უკრაინას. აი ეს არის ტრამპის ბოლო გადაწყვეტილება თვითონ რუსეთთან დაკავშირებით, მინერალების საფასურად, რომ უფრო 10-ჯერ მეტია მოიყოს გადაცემული სანაცვლოდ, ხო? კაცმარიცის რამდენია გადაცემული მისი აღრიცხვა? ბატონ თემურსაც მივცეთ. საინტერესო თემაზე საუბრობთ. კაცმარიცის რამდენი ქონდა ბაიდენს მძინარე ჯოს გადაცემული, მაგრამ ტრამპმა თავისი სიჯიუტით, რაც მიაღწია, რომ იქ ძვირფასი მეტალების საბადო ჩაიგდო ხელში და მაკონტროლებელი იქნება ამერიკის ჯარი თვითონ, ასე რომ უფრო 500,000 და მეტს ამოიღებს. რა თქმა უნდა, როცა მილიარდი დოლარის ბეჭდვა მათთვის $500-ია, რაზეა საუბარი. მაგრამ ახლა რუსეთს მინდა მივადგე ტრამპის გადასახედიდან. ტრამპი როცა საუბრობდა, რომ არიქა ერთ თვეში დავასრულებდა მაისამდე დავასრულებ უკრაინა რუსეთის ომს, რომელიც ზუსტად ევროპის და ამერიკის წამოწყებულია, აიძულეს პუტინი რომ დაერტყა უკრაინისთვის, პუტინს ადივს ცემ იმდენად, რომ ის ჭკვიანი პიროვნება, ნამდვილად ჭკვიანი პიროვნება, რაც ახლა მერცს გაუკეთა და მე მერცს მიადგა და სულ ბოდიშები მხადა ღირსია, მერცი ღირსია. ხოდა ტრამპმა პუტინთან ბოლოს საუბრისას 1 საათი არ უსაუბრია, ანუ პუტინს მისცა 50 დღე. აი ამ 50 დღის დასრულებამდე უნდა მოახდინოს პუტინმა შეთანხმება ზელენსკისთან. ზელენსკის ვინრე ეკითხება, როცა პრეზიდენტად მასონებმა დასვეს, როცა რა ვიცი, უხეშად არ მინდა გამომივიდეს. დღეს რა ჩამოს თუ რა ჩაიცვას, იმათ უნდა შეეკითხოს, ხო? მაგრამ რასაც ეგენი ტრამპი ხო და 50 დღეში რაღაც უნდა გადაწყვეტილება დაიყვეს, მაგრამ ახლა გადმოვანახეთ ისე აზერბაიჯანთან, იმიტომ რომ ალიევი დიდი ხანია ბრიტანეთის დავალების მიეცის ლოჟის შემსრულებელია და იმათ დაკრუზა ცეკვოს. აქედან ერდოღანია გულიანებს, რომ დიდი ტურანია საჭირო. რაქნა საჰარიცის რუსეთისაც ეშინია, მაგრამ მე რაც ინფორმაცია მაქვს ბოლო პირიბროსკა ანდავ და ბარონე მაშინ მიმდინარეობს აქეთ სამხრეთისკენ სამწუხაროდ და საქართველოს გეოპოლიტიკურად ისეთი მდებარეობა აქვს, რომ საერო სამზეობი არა
და იაღლუჯის პროექტი კი არა. ვერაფერი ვერ გვიშველის თუ პოლიტიკოსებმა პირველ რიგში. მეორე რიგში საპატრიარქომ რო გადაწიეს გადმოწიონ აი 1994 წლებში გადმოწიონ და აღმოახსნა რომ გადავრჩეთ ჩვენც და ყველა გადასარჩენია დღეს. გადასარჩენია დღეს ებრაელი მასონებიც, ნატოც, გაეროც, ევროკავშირი, რა ქვია, ურსულა ფონ დერ ლაინენი 20,000 ევროებს რო ჯიბეებში იწყობს და გაეროში ფული აღარ არსებობს, რატომ? არა, ფული და ხომ დახმარება. საქართველოში აღარ ჩვენ 6 მილიარდი შემოგვაქვს. იმ 6 მილიარდს 12 მილიარდი მოყვება უკან ადამიანი ურო. მაგრამ ჩინეთი თუ შემოვიდა ერთ ოჯახშია 12, ხო? ხო და როცა 500,000 უნდა დარჩეს საქართველოს მაცხოვრებელიო და შემოყავს ამ ანტიდისკრიმინაციული ხელშეკრულების ერთ პუნქტს არ გამაცნობ მე და როცა ქვეყანას, რომელსაც საზღვარი არ აქვს, რომელ საიტზე და ბანკს ქმნიან და გაჭირებული ემიგრანტი რო ფულს გამოგზავნის და შე რომ დიდ გულზე ხარ და რაღაც დიდ პროექტს ახორციელებ და ჩაიჯიბარ იმ ემიგრანტის გამოგზავნილ ფულს. რა გწვენია? არა გწვენია. ნამდვილად საერთოდ ემიგრანტები უნდა დაბრუნდნენ საქართველოში. მივესალმები ჩვენს ტელემოყურებლებს. გადაცემა სწორედ მამულიშვილს ხალბატონალიან ესეთი პიროვნება მოიყვანა ხალბატონი ვიოლა, რომელიც ნამდვილად არის აქტიური პიროვნება, საზოგადოებრივი მოღვაწეა და ბევრ საინტერესო თემებზე საუბრობს. ხალბატონი ვიოლა ნამდვილად თავარი ის არის გადაწიეს მეორედ მოსვლა, ხო? ერთ-ერთი რომელ ადამიანს ამის საქმე რა გადაწიოს და რა გამოწიოს, ხო? მოდის მოვა თუ ესე არის მომაკვდავი ადამიანის გადასაწყვეტი რომ გადაწიოს და გამოწიოს, აი მაშინ არის სწორედ დაღუპული ქვეყანა. ქვეყანა კი არ მთელი სოფლიო ალბათ. და სწორედ რამოდენიმეჯერ შევხვდი ბატონ აკაკი ჯორჯაძეს, თქონდა შეხვედრა. მქონდა გარკვეული საუბრები, მქონდა რაღაც თემებთან დაკავშირებული, ჩემი შეხედულება ვთქარ, თავის შეხედულება გავუცემთ ერთმანეთს. შეხედულებები ძალიან საინტერესო პროგრამა შეხედულებას და ამას ყველას არ შეუძლია გაიგოს რას ამბობს. იმიტომ რომ არის ადამიანის თქვათ ზღვარი რაღაცას იგებს და რაღაცას ვერ იგებს, მაგრამ აქ არის ერთი რაღაცა დასაფიქრებელი, რასაც ამბობს. და სწორედ ის მოსვლასთან დაკავშირებით, სწორედ ხელობასთან, იმ ხალხთან დაკავშირებით, რომელიც მას გვერდზე უდგია. თქვენ აკაკი ჯორჯაძის გვერდზე იდექით და ძალიან მეტი ინფორმაცია აქვს ამ მიმართულებით, ბევრი შეხედულებები. მე რაც შეხვედრა როგორც პოლიტიკოს, მე ესე ვიტყვი, რომ საქართველოში ყავს პოლიტიკოსები? მე მგონი არ არიან, ხო? გეთანხმებით, ნამდვილად არა. ვინც ერქვა პოლიტიკაში კიდევ მათი იგნორირება ხდება. დღეს ხელისუფლებაში მოდიან ფულის ტომები, ხო? როცა პარლამენტში თქვათ 150 დეპუტატი უნდა იყოს, და დღეს ნაკლებია, მაგრამ იქიდან 70% რომ მილიონერია და უკვე მილიარდებზე მიდის ლაპარაკი, ის ხო პოლიტიკოსი არ არის. დღეს პოლიტიკა საქართველოში არის ცოტა სხვა მიმართულებით არის, იმიტომ რომ არ უნდათ აი ნათქვამია, რომ მე პული გამოაცხოს, ხო? თუ პოლიტიკაში პოლიტიკოსი არ იქნება და იქნებიან სხვა პიროვნებები, რომლებიც თავისი ბიზნესისთვის იღწვიან, თავისი ბიზნესი გააძლიერონ და არა ერთზე კი არ იფიქრონ თითოეულ პიროვნებაზე და გადარჩენაზე. დღეს ეს უკვე ზოგადი საუბარი მიდის ყველაფერზე. მარტო აი ახლა მე ძალიან მოგთან კონტაქტი შეხედები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. პატრიოტიზმი კარგია, მაგრამ პატრიოტიზმს უნდა ასწავლდნენ თქვათ ოჯახში, საბავშვო ბაღში, სკოლაში და უმაღლეს სასწავლებელში თუ გააგრძელა მასწავლა. ხოლო
პოლიტიკოსი, რომელიც უნდა იყოს, ეს პოლიტიკა ჩვეულებრივი პროფესიაა და უნდა იყოს დიპლომატი, მას უნდა ქონდეს მიდგომის უნარი, მიუდგეს და ადამიანს დაუმტკიცოს, რომ თქვა შავია, თეთრია და არა ისე რომ ყველას ჭკუაზე გადადიოდეს. როცა საქართველოში პოლიტიკოსი, რომელიც ფინანსდება გარედან, ის პოლიტიკოსი აღარ არის. ან პარტია მოდი ესე ვთქვათ, მე დიდი ხანია ამ თემებზე ლაპარაკობ და ვანო შოუშიც გამაშარჟეს, როცა რუსთავიაში გადიოდა, რომ იქაც მქონდა ესეთი გამოსვლა, რომ ჩემი ერთ-ერთი პროგრამა, პარტიის პროგრამა, რომ უნდა მოიხსნას დაფინანსებები ბიუჯეტიდან პარტიისა, იმიტომ რომ ეს უკვე ბიზნესად გაიხადეს. მოდი რა ერთი ვიბრძოლოთ, ერთი 6 თვე ვიბრძოლოთ და მე რა ვიждებით 4 წელი და ხელფასები გვექნება, პარტიასაც დააფინანსებენ და კარგად ვიცხოვრებთ. ხალხი გადასულა იმას, მოდი ვიბრძოლოთ ის 4 წელი, როგორ მივახციოთ იმას და მე და 4 წელი დასრულებული ვიქნები. აი სწორედ ეს რომ მოიშლება, ბევრი პარტიაც გაქრება და აღარ იქნება სურვილი. და ეს იმუნიტეტები, რომ მე დეპუტატი ვარ, იმუნიტეტი მაქვს და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. აი ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ საქართველოსთვის კი არ მიდის ბრძოლა, რომ ქართულმა ენმა კარგად იცხოვროს. ამიტომ მიდის ბრძოლა იმისთვის, რომ თავისი ოჯახება, თავისი სამართლისაო წლებ იცხოვროს კარგად, თბილად და კომფორტულად. ჩვენ სწორედ და აი თქვენი ორგანიზაცია მძლეველი და ბატონ აკაკისანაც მე მქონდა მეთქი შეხება ვთქვი, სწორედ იმით ორიენტირებული, როგორ გადარჩეს ქართველი და საქართველოს როგორ გადარჩეს ხოლო ის ორგანიზაციები, რომლებიც მევახშეები არიან და ქმნიან პარტიას და დღეს რომ გააღატაკეს საქართველოს, დღეს რომ გამოდიან და იდეოლოგია უნდა ქართულს თავზე შემოახვიონ, ეს იდეოლოგია აკაკი ჯოჯას აღარ მოწონთ. მას ხელს უშლის ეს ყველაფერი. აი სწორედ არის იმაში საქმე, რომ განსხვავებები არის პოლიტიკოს, მევახშეს და გამყიდულ ქართველებს შორის. გამყიდული ქართველები არიან, იმათ სულ არ აინტერესებს. მე როცა იყო საუბარი მქონდა ბევრთან, მაგრამ თუ ფინანსდება გარედან, რატო გაფინანსებს? მოდი ესე ვთქვათ, რატო რა ინტერესია იმას ვთქვათ, ინგლისმა, ამერიკამ, ევროპის რომელიმე ქვეყანამ დაგაფინანსოს შენ. ესე იგი შენ გაზავს ამ თანხას, იმიტომ რომ მე რომ დამჭირდება, ესე მოიქეცი, არა როგორც საქართველოს ჭირდება, არამედ ისე მოიქეცი, როგორც მე მჭირდება. და სწორედ ამ პროგრამაზე ჩემთვის სრულად გასაგებია, რატომ არ მჭირდება ხალხს. და ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ისეთი ხალხი იყოს სწორედ ხელისუფლებაში, ვისაც საქართველოსთვის გული შედგება, არ არის გაკეთებული, არ არის დაფინანსებული უცხოეთიდან და სწორედ აი ამ პროგრამაზე და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დაუძახებს ხალხს, დასვავს და მოდით ვისაუბროთ. მოიტანეთ თქვენი პროგრამა, მოიტანეთ ჩვენი პროგრამა და შევადაროთ, სადაც ეთქვა, კარგი აზრია და ეს მივიღოთ ეს პროგრამა და განახორციელოთ ისე როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ ჩემთვის სრულად გასაგებია, რაც ხდება. და ამიტომ ჩვენ მოდით ესე ვთქვათ, დისტრიქტი, მასონები, ესე თუ ქართველები გავერთიანდით, ვერავინ ვერ მოგვერება. და დღეს მიდის იმაზე საუბარიც რა, ვიღაცა მოვა გვარიშვილი ლარს ჩააგდებს ყულაბაში იმ ლარებით მე მილიონერები გავხდები და მილიარდერი ვერავინ ვერ ეხდება მილიონერი მილიარდერი. ეს მას ფული ჩაგდება უდდეს, თავის საგვარეულო ყულაბაში ჩააგდეს ფულს, ის სხვაგან არ ჩააგდეს ფულს. დღეს ქართველები იმდენად არიან გაჭირებულები, ბევრი ნაღავში ეძებს საჭმას. და დღეს ახლა ესე ზოგადი საუბარი, რომ იცი რა ახლა ზოგადად ადამიანს უთქიცოთ, რომ ესე ჩვენ ეს შევქმნით რაღაცას, ამა ჩვენ თავარია ნაბიჯები უნდა გადავდგეთ დაახლოებისკენ. და ეს ნაბიჯები სწორედ ის არის, რომ ეს მინდა რომ ქართული ტელევიზია მისცეს ის პროგრამის, თქვენი პროგრამის წარმოჩენის უფლება გამოიტანეთ. გარკვეული საკითხი, გარკვეული თემები, რომელიც შეგვიძლია ამ პროგრამას მიხედვით ვისაუბროთ და თავების მიხედვით ახლა თლიანად პროგრამას ვერ ისაუბროთ, მაგრამ თავების მიხედვით აი რაში ვიხებით რა გვაკავშირებს, რა შეიძლება მივიყვანოთ, რომ გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან საქართველოს. ჩვენ მარტო საქართველოს გვინდათ ესე, მოდი ხელისუფლებამ გააკეთოს. ხელისუფლება ხალხის გარშე ვერაფერს ვერ გააკეთებს. ეს არის რეალური, იმიტომ რომ ხელისუფლებაც მოდით თუ ცუდი ხელისუფლება გყავს, ქართული ხალხის ბრალია. რაც ერვიო ის ბერია. ხო, ამიტომ არის რომ
მე მაგალითად არჩევნებში მქონდა ესეთი შეხება რა და მე ბევრჯერ მოვიყვანე მაგალითი რა წინ არჩევნები იყო ამასე პროცესი რომ ყავდა ადამიანი და წევრი იყო ყველაფერში გვერდზეულდა კი როცა წინდებოდა და აი 400-ს მარცხნივ სხვა პარტია 200-ს ეხლამადობს 200-ს მეორექდა ეს 400 ლარი 4 წლის განმავლობაში გაიყო ესე წელიწადში 100 ლარი თვეზე რომ გადავიყვანოთ კიდე დღეზე რამდენი შეხვდებოდა საერთოდ ამიტომ ჩვენ ვხედით რომ მან გაგიდეს კარგად ვიცით კარტოფილზე გაგიდეს 5 კილო კარტოფილზე ხავსზე გაგიდეს ამიტომ ჩვენ იმ მდგომარეობამდე ვართ რომ უნდა ისწავლოს ქართულმა ხალხმა თავისი პატრიოტიზმი ამერიკაში იყო ესეთი მაგალითი მოხდა მათ ხوارეზის რა და მივიდა ერთ-ერთი და $100 გაძლევდა ხოლმე წახონდა ამ პარტიას მისცემ ხმას არა უყარე ну ამერიკა ეცოდა $500 გაძლევდა ხოლმე წახონდა პარტიას მისცემ არა $1000 გაძლევდა ამ პარტიას მისცემ და მათ ხოლმე შეხედა მე მათ ხوارი ვარ სამშობლოსგან პერიოდი კი არა ვარ აი ესე უნდა მივიდეს სწორედ იქამდე რომ ადამიანმა 400 ლარი იქნება 1000 ლარი თუ 10000 ლარი იმam ნოთხოს რომ მე ჩემი სამშობლო მიყვარს ჩემი საქართველო მიყვარს და მე არც ერთი გროში არ მიგეს და არც ერთი კერლი არ მიგეს და მილიონებიც არ მიგეს ჩემი სამშობლოს გაგებაში და სწორედ იმ ქალებმა გადაგვაჩინეს საქართველო მებრძოლმა ქალებმა რომელიც ქართველი ხალი არის ძალიან სემტოქო ჩვენ ყველაფერი დედამიწა, დედაბოძი, დედაბურჯი ყველაფერი ქართულ ქალთან მიდის და ქართულმა ქალებმა გადაარჩინეს და დღეს რა ხდება? კაცები ზიან, წამოწოლილები, ქალები მიდიან იქ რომ რაღაცა იშოვონ, გააკეთონ და შემდეგ რაღაც უნდა ხო შემოყვავთ ასე იქ ხალხი. ჩვენ ყოფავთ ჩვენ საქართველოს. ამიტომ მე მოგიწოდეთ ქალბატონებო, ჩვენო ემიგრანტებო, ჩამოდით შენ საქართველოსკენ. ჩვენი სამშობლო საქართველო ევროპა არ არის. ჟვანი არ მომდა. შინ ევროპისკენ არა, შენ საქართველოსკენ ესე იგი ევროპა არ არის ჩვენი სამშობლო. ევროპაა და მათ თავისი დიდი პრობლემები აქვს. გაუცადოთ სულხან-საბა ორბელიანი, შემოიარა მთელი ევროპა დახმარებას უეთხოვდა. ვინმე გაგვიწია დახმარება. ამიტომ შენ საქართველოსკენ. ჩვენ უნდა გადაარჩინოთ საქართველოს. მე მაინც წინა გადაცემაში წავიკითხე და ახლაც წავიკითხო მინდა რაზე აქვს ქართველებს ხელი მოწერილი. იმიტომ რომ ეხლა შეიძლება სხვებმაც მოისმინოს, მაშინ ვინც მისმინა და საერთოდ ეს მრავალჯერ უნდა წავიკითხოთ, იმიტომ რომ ქართულმა ერმა გააცნობიეროს რაზე ამბობს ვარს და აი მე თვითონ დებურ გიორგელიძეს მივმართავ. რატო არ უნდა ეს პროგრამა, რაზეც ქართველებს ხელი აქვს მოწერილი, ის რო არ უნდა ადამიანებს იმას ერის და ქვეყნის გადარჩენა უნდა თუ თვითონ რო შევა პარლამენტში მე რაიმე ცვლილებას მოიტანს პიროვნებები არ შეცვლიან ამას სისტემა უნდა შეიცვალოს რომ იმ პარლამენტიდან ნორმალური კანონი გამოვიდეს ვენეციის კომისიის დასკვნებით მართული ქვეყანა იქნება ერისა და ქვეყნის გადარჩენა და ჩვენს ჭირს და ხილს გაიზიარებს ვენეციის კომისია ჩვენ კაის არაფერს არ მოგცემს. ჩვენ ევროპელები, რასაც ვიმეორებთ ის გავაკეთოთ. ჩვენ ის არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ის უნდა გავაკეთოთ, რასაც ისინი აკეთებენ თავის ქვეყნისთვის. მაგალითად, გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი, სწორედ ეს 2 დღის წინ, მან განაცხადა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ უნდა ეშინოდეთ და უნდა გავაძლიეროთ შეიარაღება. ესე იგი, ჩვენს თუ გვინდა მშვიდობა, ჩვენც უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ჯარი და ჩვენი ოჯახი, პირველი ოჯახები თუ დაიგრა, რომელ მშვიდობაზეა ლაპარაკი? საქართველოს და ოჯახებზე, ხო? და ოჯახები თუ აღარ იარსებებს, დღეს რაც უნდა პირველს დარტყმას აკეთებენ ოჯახებზე, ოჯახის დამადგმობაზე, ოჯახების დაქცევაზე, რომ ოჯახები არ იარსებოს, ხო? და მიიყვანებენ იქამდე, რომ ოჯახი თუ არ იარსება, გამრავლება არ იქნება, ქართველი ერი კიდე ადვილად შეგვებადია და ადვილად იციან, ენის დაკარგვა, მით უმეტეს, როცა მიდიან უცხოეთში. ძალიან ბევრი მოყი დაივიწყე ქართული ენა და ოჯახში ბავშვებს არ ასწავლიან. კიდევ მე მადლობას ვეთქვი ჩვენ საპატრიარქოს, რომ კიდევ იქ რაღაც ეკლესიების შექმნას და ქართველები მაინც თავს ეხრიან იქ და რაღაც კიდევ რაღაცას ინარჩუნებენ კიდევ ქართველურ რაღაცას. ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა თავშეყრის ადგილი აქვს ეკლესიის სახით.
მაგრამ რამდენად წამთ ახლა ეს ეკლესია და რამდენად კიდე არის რეალურად ის რაც უნდა იყოს ეს სხვა საკითხია. მე ამაზე არ ვიმეჯერებ. სწორედ იმ ეკლესიიდან გამოვიდა რომ მეორედ მოსვლა გადავწიეთო. გამოგვიცხადება თუ არ იყო მეორედ მოსვლა რატო გადასწიეს, რა გადასწიეს და თუ იყო ქრისტე მოდის გადასარჩენად, გადარჩენელია ქრისტე დამხმელი არ არის და რატო გადასწია? როგორ გადაწყვეტ მე მაგრამ ეს ხომ მე აბსურდია, მაგრამ თუ ერი და ქვეყანა უყვარს ამ ბოდბის იმას რომ გამოაცხადა ჩვენმა საპატრიარქომ დიდი გმირობა ჩაიდინა რომ მეორედ მოსვლა გადასწიაო ქრისტე მოვიდა პირველად ჩვენი ცხოვრებისგან გამოსახსნელად და მეორედაც მოდის ერის გადასარჩენად და მოსულია და მოვიდა ხო და რატო გადასწია აი ამაზე ხო უნდა გავცეს პასუხი ვინმე მე ეს კომენტარს ბუდში გადავწიეთ მაშინ ებრაელებს შეეძლო კიდე გადაეწიათ მაშინ მაცხოვრის ანუ დაიბადებოდა ხო რა ზავდებდნენ ხოცავდნენ ბავშვი ვერავინ ვერაფერს ვერ გადაწევს ხო კომერციის ნებას ვერ გადაწევს ვისაუბრებ აგურად უადებს ამდენი წერია აგუ როგორადებს მოვლენას როცა ამოდენა კატაკლიზმებია დედამიწაზე დრო განსაზღვრულია დაღუპვის თვითონ დედამიწა გაჭირვებულ დღეშია და კოსმოსში ხან აჩქარებს სვლას და ხან პირიქით შეამელებს საშინელება თვითონ დედამიწა იღუპება და ისეთი დოკუმენტი გვაქვს შექმნილი მაბადიეთ უხეშად ვიტყვით ცხენმა ტყებით ლანძღვით გინებით 1,907,000 ხელმოწერიანი დოკუმენტი, რომ საქართველო იყოს ნეიტრალური ქვეყანა განსაკუთრებული სტატუსით, რომ გადავრჩეთ ჩვენ საქართველოში პაკისტანელები და ინდოელები კი არ აჭრებდნენ და გაშავდნენ, არამედ საქართველოში ქართველი იყოს მასპინძელი და სხვა ყველა სტუმარი. და როცა მართლა ცივილიზაციის აკვანია და ქრისტე მეორედ სწორედად ზუსტად 2000 წლის თავზეა მოსული, როცა იქ 2000 წლის წინ ჯვარზე აწვეს, მაშინ სხეულებრივად იყო განკაცებული მოსული და დღეს სულით როგორ აცვამენ ჯვარს და როგორ გადაარჩენენ ეს პოლიტიკოსები ამ საქართველოს, როცა ქართულ საქართველოს თიშობლის წინხვედრ ქვეყნის ტერიტორიაში ჭირდება წვებს და არა ჩვენ ქართველები. გაიღვიძეთ ქართველებო და ბოლოს და ბოლოს შეაჩერეთ ყველანაირი პროექტი, ერთადერთი პროექტი, რაც გადაარჩენს და გააგრძელებს სიცოცხლეს დედამიწაზე, ეს არის მოსული ახალი სიტყვის აღიარება, მასზე ტაბუს ახსნა, შემდეგ მეოთხე ეროვნული ყრილობის ჩატარება, რომელსაც არჩეული იქნება. თავისთავად ყრილობა უნდა ერჩიოს და ხალხი ახალი კოალიციური მთავრობა ცხოვრება დაიწყება ნულიდან, ანუ არაფრიდან, რომელშიც ყველაფერია და გაგრძელდება სიცოცხლე საქართველოდან და დედამიწაზე და სამყაროში ამოისუნთქავს ერი და ქვეყანა. ამოისუნთქავს. გათავისუფლდება ვალებისგან ყველა. გათავისუფლდებიან პატიმრები, რომლებიც მანიაკები არ არიან და სიკვდილით არ მოკლავენ სხვა ადამიანებს და საშიში არ იქნებიან სხვისთვის. ამაზე უკეთესი რა უნდა გქონდეს, რა პროგრამა უნდა იყოს, რა პროექტი უნდა იყოს, რა იდეა უნდა მოუვიდეს დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანს, რომელსაც ღმერთი გვაძლევს ამ იმას მიმართულებას და ღმერთისგან მოსული სიტყვის საფუძველზე, თორემ ბატონ აკაკის არც გონება აქტა, არც ცნობიერება აქტა, არც განათლება აქტა და არაფერი, სადაც გაიარა ყველა ხუთებზე ქონდა ყველაფერი შესწავლილი და გაკეთებული და ოქროს მედალი ქონდა სკოლიდან გამოტანილი და არაფერი არ აკდა, მაგრამ კაცი იძახო და ჩემსას არაფერს გეუბნებითო, ირწმუნეთო, აი იქ ქრისტე რომ მიდის ლასარის აღსადგენად, 2 დღე კიდე დარჩავო იქო, სადაც იყო და ამბობს ეს იმისთვის რომ გერწმუნათო. რომ გერწმუნათო და მე 2 დღე უკვე გასული იყო და ლაზარე ყარდაო და ყარს ეხლა ჩვენი დედამიწა
ყარს ყველაფერი, სადაც მიხვალ ყველგან ფულია და ისა გამარჯვებას აღარავინ ამბობს, რომ ფული არ უნდოდეს ისე და წარმოვიდგინეთ, ისეთ დროს ვართ მოსული, რომ ყოფნა არ ყოფნის ჟამია და სად არის ეხლა აქ რაღაცა პროექტის გაკეთების და შესრულების დრო და საათი. ყარს ნამდვილად. რუსთაველი, რომელიც მსოფლიო გაიცნო ვეფხვის ყაოსნი, თვითონ გამსირზე რა ხდება. როგორ შეიძლება და როდემდე გასტანს ეს მარაზმი ნამდვილად. აღმაშენებლის გამზირზე? ნებისმიერ ადგილას. აღმაშენებლის გამზირი ხო აღარ არის ჩვენი. ნუ თუ აღარ შეგვიძლია ადამიანურად ვიცხოვროთ და ეს ბავშვები ჩვენი მომავალი ნორმალურ გარემოში გაიზარდონ. ქართველად რო გაიზარდონ. ჩვენი მომავალი ქართულად გაიზარდონ. ქართულად. აქ უბრალოდ ეს არის, როგორც ესე ვთქვათ რა. ნათქვამია უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიანო. უპატრონო საქართველოსაც ეშმაკები დაეპატრონებიან და ჩვენ იმიტომ ჩვენ თვარ მევხედეთ კიდევ ბევრჯერ მომდე კიდევ ემიგრანტები თუ არ დაბრუნდნენ საქართველოში და თუ არ მოხდა ჩვენი გენოფონდის წინ წამოწევა და ხელშეწყობა არაფერი არ გადაიცემა საქართველოს. ნუ გუგურს, იმიტომ რომ მოდით იმ ცალენ ადგილს დღეს რო წავდნენ ემიგრანტები ითვისებს სხვა. იმიტომ რომ ჩვენ აღარ შევწევს ის ძალა და ის უნარი, რომ ჩვენ დავაფიქროთ. მე გავიარე მამასთან თუ ხავ კიდე რაიონში გასული ვიყავი და უყურებდა გულინტრიობდა, რომ ეს სახლები მიტოვებული ხლა ბანახები ამოსული, მიტოვებული მიგდებული და უყურებ ხლა და უცებ ვფიქრობ, რომ აი ამისმა წინაპარმა რომ ეს სახლი დატოვდა, რამდენი ნიშნო, ხო? ნუ აი იგივე არის დღეს რო სახლი აშენო, ხო, რა ძვირიჭდება და ურმით, იმებით, მიტანელი ეს ქვები, რამდენი შრომა აქვს ჩადებული, რამდენისა და ეს მიტოვებული, მიგდებული და თქვენ კი არ ხო? კი არა, არ გააციო, ხო? და მაშინაც ესე იყო. და ეს მიტოვებული და დღეს იქ არიან წასულები და მოდი იქიდან ცრემლები ყვაროთ, ესე ვერ უშველით ჩვენ ქვეყანას. ჩვენ თუ ერთიანად არ უშველეთ, ვერ უშველეთ. იმიტომ რომ ისე ცოტა ვიღა დავჭით საქართველოში. ქართველები, რომ მე ესე ბევრჯერ ვამბობ, რომ მე მგონი ბოლოს საძებარი გავხდებით ერთმანეთს, რომ ქართველი ხარ და გამიხარდება საქართველოში დაინახავ ქართველს. და აი ეს არის რომ უნდა გადავარჩინოთ. ყველა რომ ამას ვამბობთ, რომ ცუდად არის საქმე და ისა, ექიმთან რომ მიდიხარ დიაგნოზს გისვამს და დიაგნოზი დასმულია, რომ ცუდად არის საქმე და რა უბედურებაშიც ვარ და ეს ყველამ ვიცით და მოცემული გვაქვს გადარჩენის შესაძლებლობა. აბა თითოეულმა იმ პროექტების ავტორებმა გადარჩენა რაშია ის გითხრას. არ არის ბატონო გადარჩენა ადამიანურში, ღვთაებრივშია გადარჩენა. უფლის გარეშე ჩვენ ერთი დღით არ ჩამოგივარდებაო ჩემინების გარეშეო. თუ რწმენაში ვართ და თუ ქრისტიანები ვართ, ხო? ღმერთისნებით არ უნდა ვიცხოვროთ და ღმერთის განაჩენი არ უნდა გვასრულოთ. მე ახლა წავიკითხავ ამას კიდევ ერთხელ. ერის ხალხისნება უზენაესია გადარჩენისთვის. მოგმართავთ ქართველი მწერალი აკაკი ჯორჯაძე, წლებია ვაცხადებ, მოვლენა ჟამია, ამაზონებით ამსის დროში ჩვენ დავყვარის გადაწყვეტილი. და თუ ვამჩნევთ ასეც მიდის საქმე, მაგრამ გვაქვს გადარჩენის შანსიც. გადარჩენისთვის, სწორედ გადარჩენისთვის, რაც ერთადერთი გზა და საშუალება თავაზობ საქართველოს ნეიტრალიტეტს. აი მე კაკაბაძეს ვეუბნები, ნეიტრალიტეტს განსაკუთრებული სტატუსით, არც ჩრდილოეთი, არც დასავლეთი, აშშ თუ სხვა, არამედ ყველასთან თანაბრად კეთილმეზობლურად. უფლებრივად დაცული იქნას პრინციპი საქართველოში წარმოშობით ქართველი მასპინძელია, ანუ საქართველოს განაგებს ქართველი ერთიანი ეროვნული იდეოლოგიის საფუძველზე. საქართველო თავის ისტორიულ ტერიტორიულ ფარგლებში თავისი მიწით, წყლით, წიაღისეულით, სხვა სულიერ მატერიალური ფასეულობებით წარმოადგენს ქართველი ერის საკუთრებას და მისი ყიდვის, გაყიდვის, გაცემა გასხვისების უფლება არავის აქვს. გაცემული, მითვისებული, გაყიდულ, გასხვისებული წართმეული ტერიტორიები უკან უნდა დაბრუნდეს. მესამე, მართვის არსებული სისტემა შეიცვალოს ჩვენი და კაცობრიობის გადამრჩენელი ახალი სისტემით, სამართლებრივი საკითხის გადასაწყვეტად
ხელისუფლება გადაეცეს ერს მის უმრავლესობის წარმომადგენლობას, სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობას, რომელიც საწყისისათვის აირჩევს და დაამტკიცებს დროებით კოალიციურ მთავრობას, განსაზღვრავს ახალი არჩევნების ჩატარების ვადებს. ახალი სისტემის მოთხოვნათა შესაბამისად საფუძველია მოვლენა, აი მეორედ მოსვლა ეს არის ზოგად საკაცობრიო მოვლენა, რომელიც საფუძველზე შეიქმნა ეს დოკუმენტი. უფლის სიტყვის მოსვლასთან დაკავშირებით და აბა ერთი გვითხრან, რომელს არ უნდა ეს მოხდეს და ასე იცხოვროს საქართველო. როგორ არ უნდა დემო გიორგელიძეს აი ამის ასრულება. მოვიდეს მითხრას, ჩემ ნომერსაც ახლა გამოვაცხადებ, რომ თუ ვინმეს ამასთან პრეტენზია აქვს და ეს არ არის გადამრჩენელი, მოვიდეს და თავისი პროგრამა მოიტანოს და გადარჩენის გზა გვიჩვენოს. ბატონებო, ჟამი თანდათან ცირდება და დრო ჩვენ ხელში არ არის, მამის ხელშია. წუხანდელი ჩამონგრეული ის 40 წლის კაცი რომ დაიღუპა, ბატონ აკაკის სულ კოდებზე ქონდა აწყობილი ეს ყველაფერი და ჩვენს არ გვაძლევს რაღაცა ნიშნებს, რაც არ უნდა არ ვცნო ღმერთი, ნიშანი გვეძლევა იმისი, რომ გონზე მოვიდეთ. და ვისაც არ უნდა ამ გონზე მოსვლა დავანებოს ბატონო, საქართველოს მოსახლეობის 1%-ია საჭირო რომ გადარჩენა შეძლოთ. როგორც ყავდა 100,000 მორწმუნე, ჭირდება 100,000 გმირი, რომელიც მამულს დაუდგება გვერდში და გადარჩენის გზაზე წაიყვანს. დიახ, და სავალდებულო არაა რომ ყველა მაგიაროს მეორედ მოსვლა და ყველას კონდეს ის რწმენა, რომ მხოლოდ ეს რწმენა გადარჩება და ყველაფერი კარგად იქნება. 1%-ია მოსახლეობის 1%. და რა პროცენტია ლაპარაკი, როცა კუნთუშების საწყობი მარიამ ღვთისმშობლის სახელითაა ცნობილი, როცა სულგუნი გამოდის და ლაზარე აწერია, დიდი ასოები, ღმერთი წამს მის შენ კმნელს დამწერს საერთოდ და გიორგელიძეს ვახსენებ ისევე პროგრამა წარმოადგინოსო. გიორგელიძეს აქვს 7 წლიანი პროგრამა და დღეს კაცმარიცის ბატონ შაშიაშვილს კიდე 21 პუნქტიანი ის აქვს ქვეყნის გადარჩენის ისა და ის ნაკრძალად გამოვაცხადოთო ის რიონის ხეობა და ის და ნაკრძალად გამოცხადებულია სრულიად საქართველოა ნაკრძალი. ერთი ადგილი კი არ არის ნაკრძალი, სრულიად საქართველოა ნაკრძალი. მეცნიერთა კონგრესია და მეცნიერთა კონგრესს მე უნდა ვასწავლო ეს და ვთხოვე ერთი სიტყვას თუ მომცემ მოვალ და ლუარა ნიჟარაძე მითხრა, იქო მეცნიერები გამოდიანო და შენ როგორო და მეცნიერები რო გამოდიან, ერთი უმეც არის რო გამომიყვარო რა მოხდება მეთქი. სულ არა საჭირო მეცნიერი იყო სამშობლოს ერთგული უნდა. იქ ერეკლე მეფესთან ულამაზოები რო არის, ის არის ერეკლეს დასაყრდენი, ის ულამაზო ადამიანები, რომელსაც მართლა უყვარს სამშობლო და აი მეც სამშობლოს დასაყრდენად მიმაჩნია ჩემი თავი. მეტი არაფრისთვის არ ვცოცხლობ. ამ სამშობლოს რომ რაღაცა გავუკეთო და რაღაცა ნორმალურ გზაზე წავიდეთ ჩვენი ქვეყანა, აი ამისთვის ვცოცხლობ და არ მინდა არც არავისი სიტყვა. მე მადლობას გიხდით ბატონო თემურ, რომ ჩვენ ცოტა ემოცია შვიდად სასაუბრო ნამდვილად არ არის ეს საკითხები და სიმშვიდე ნამდვილად არ მაქვს შენარჩუნებული, მით უმეტეს წუხანდელ ხანას შემდეგ ის რომ ჩამოვარდა და იქ ისა ტელეფონი მოვისროლე, მე უკვე აღარ შემეძლო ამ ფაქტების ყურება და ეს ერთი არ არის და ყოველდღიურად ჩვენი ახალგაზრდობა მიდის და ბატონმა აკაკი თქვა რომ იქნება ახალგაზრდების მსხვერპლ შეწირვაო. ოჯახებს არ გეშინიათ კაცო ახალგაზრდები რო ყავთ და რატომ არ ცდილობთ რომ რაღაცა გადარჩენის გზა ვიპოვოთ და რაღაც საშველი ვნახოთ. ნამდვილად ძალიან საინტერესო გადაცემა იყო, საინტერესო სტუმარიც არის და საინტერესო თემაზე გვაქვს საუბარი. იმიტომ რომ ეს ის თემაა, რომელიც ყოველ თითოეულ ქართველს აწუხებს და ყოველი ქართველისთვის არის ნამდვილად ძალიან დიდი ტკივილი ყოველი დღე, რომ გათენდება
ვფიქრობთ, რომ საინფორმაციოდან კაი ამბები გავიგოთ, მაგრამ სამწუხაროდ ვიგებთ ისეთ ამბებს, რომელიც ნამდვილად ყველას გულზე ხდება. ამიტომ ჩვენ მოდით ესე რაღაცა, რომ ჩვენმა გავუხარისოთ, ხოლმე ჩვენ ქართველები, ჩვენმა მივცეთ სწორედ ის სტიმული და ჩვენმა ვთქვათ, მოდით ერთად ვაკეთოთ ყველა საქმე. თორე თითოეული პიროვნება სათითაოდ ეს არის სწორედ მტრის იარაღი დაშალე და იბატონე. ამიტომ ის ყოველთვის ეცდება ჩვენ დაშლას, დათვითკაცოებას, შევიწროებას და შემდგომ ის გაბატონდება. ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ყველა ერთად. არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა პროფესიისა ვართ, ვინ რა ვართ. თავარი არის რომ ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიზრუნოთ. მოსმენის უნარი უნდა გქონდეს, რომ მოусმინოთ ხალხს, ხალხს უნდა მოგვისმინოს და სწორედ მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც ერისთვის არის კარგი, ხო? და ის ნაბიჯები გადავდოთ, რაც ერის და ეს სჭირდება. დიდ მადლობას ვახსენებთ და თუ თვითონ წუთი შეგვიძლია მე მინდა უთხრა ჩვენს მამული შვილებს და ჩვენს თანამოქალაქეებს და ჩვენს საქართველოს მაცხოვრებლებს ის რომ თუ ვინმეს სურვილი ექნება და თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა აქვს და უნდა რაღაცა თქვას და ვერ ნახა გზა და სათქმელის ადგილი მოვიდეს ტელეკომპანია მამულში და მე ჩემს გადაცემაში მაგალითად დამიკავშირდეს ინტერნეტით და მე ჩემს გადაცემაში ვათქმევინებ თავის სათქმელს და ამაზე თქვენგან მინდა მივართა რომ ზოგს უჭირს ზოგს შვილი ყავს ავად და ვერ აღწევს ხელისუფლებამდე მისი სიტყვა ხელისუფლება რო ამბობს რომ ქართველი ერის სახელით რო გამოდის ქართველი ერის გასაჭირი უნდა იცოდეს ხელისუფალმა და მოვიდეს უნდა ქართველ ერთან და ელაპარაკოს. მართო არჩევნების წინ კი არ არის საჭირო დეპუტატის კანდიდატი მივიდეს ერთან და ესაუბროს. მერეც უნდა მივიდეს, შემდეგც უნდა მივიდეს და იკითხოს ამბავი რომ ამირჩიე მე ვარო და შენს გვერდით გავარო. ასე თუ არ მოხდა შეიძლება ადამიანმა იცოცხლოს? კი ბატონო, ხაბატონო ჩვენი ტელევიზიის პრინციპი რა და ნამდვილად. ჩვენ მარტო პრობლემებზე არ ვახმოვანებთ ყურადღებას. პრობლემებზე ყველა ტელევიზია მოხმობს ყურადღებას და ყველა ლაპარაკობს. ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას, არსებობს პრობლემა და ადამიანმა უნდა თქვას მოგვარების როგორ წარმოუდგენია მას ეს როგორ მოგვარება. ხო, თუ მას არ აქვს ახლა ეს წარმოუდგენა და მარტო პრობლემებზე ვისაუბროთ, ჩვენ უნდა მივუთხართ ხელისუფლებას. და ჩემი პარტიის სწორედ პრინციპი ეს იყო. მე რასაც ვეუბნები და წამოვწევთ ხოლმე ჩვენი პარტია თქვა, რომ აი ეს არის გასაკეთებელი. თან ვეუბნებით, აი ეს ესე უნდა გაკეთდეს. თუ მას ახლა თორე პრობლემა ყველგან არის ეს პრობლემა. კი ბატონო. მაგრამ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა? მარტო პრობლემაზე არ უნდა ვისაუბროთ. ჩვენ გამოსავალზეც უნდა ვთქვათ. ხო, შემდგომ ეტაპზე თუ თქვა, მივეცეთ პრობლემა და არ გამოსულდა. აი მე არჩევნებზე უნდა დავაყენოთ. ჩვენ გითხარით ეს გამოვასწროთ, არ გამოვასწროთ, ახლა ჩვენ მოვდივართ და აი ეს თავასოთ. მაგალითად მე ვერჯერ მითქვია, ხალხმა ვიოლამ თუ იცის, იყო პრობლემა ესეთი, სამზვარ დაბადებული ბავშვები საქართველოში ჩამოდიოდნენ სკოლაში პლუს იხდიდნენ სწავლის პლუს. მე დავუყენე ეს საკითხი, შევხვდი მინისტრს მოადგილეს, განათლების სკოლა სხვა სამწიეს შეხვედრები და როგორ შეიძლება ჩვენი ქართველები ჩადიან ხო ემიგრანტები საქართველოში და უბრალოდ ასწავლიან და თქვენ აქ ქართველი ჩამოდიო და ფული გადავახტენოთ მეთქი. აი თორესიდეს და ფოტოშოპს 2014 წელი და მე ამერიკას მამულს გადაიხადეს. აღარ იხდიან ეს ბავშვები სკოლაში გადასახადს. მოდი რეალურად ესეთი ნაბიჯები გადავდოთ, რაც შეიძლება ესე ვთქვათ, ცუდად გამოუთქვათ ამ ხელისუფლებას და გავაკეთებინოთ. გინდა არ გინდა ხა გინდა ეძახე ლეგიტიმურია და გინდა ეძახო არალეგიტიმური ესენი მართავენ სახელმწიფოს. ამიტომ ჩვენ უნდა რაც შეიძლება რომ გავაკეთებინოთ, მოდით იმაზე ვიუთხოთ, აი ეს შეგიძლიათ გააკეთოთ. და ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ თქვა აი ამ პროგრამიდან იქნება თუ სხვა პროგრამიდან იქნება, ხო, რისი გაკეთება შეიძლება. მოთხოვთ ის. ხა, ჩვენ კი გვინდა რომ ჩატარდეს ეს ეროვნული ხელობა, გადაწყდეს ეს ყველა. კი, დღეს გინდა დღეს ყველას გვინდა რომ ბოლოს ერთხელ სამუდამოდ ამოეწოდოს ხალხო, მაგრამ დღეს არ დაუშვებენ. ამიტომ რასაც დაუშვებენ, მოდით იმაზე გავამახვილოთ ყურადღება და ის მოსთხოვთ, რომ ეს გააკეთე მაინც. იმას არ აკეთებ, მაგრამ ეს გააკეთე. ხოლო შემდგომ ეტაპზე უნდა მოსთხოვო ის თქვა რისი გაკეთებას ხალხმა უნდა მოითხოვოს, რომ
აი უკვე მიუხედავად იმამდე ხელისუფლებას რომ მათ გადაწყვეტა. მათი საშუალიც არის ამ გზით ისა. თავისთავად. მათი პირველი ხელისუფლების შულა არის ამის გაკეთება. ჩვენ რო ვიცოდეთ განსასრულად დრო ამ შანსის დრო კიდე რამდენია და რამდენ ხანს გაგრძელდება ხო გადაციის. მაგით გადაწყვეტს მე მაგას არ ვუყურებ. ეს პასაკითხია. ხო და დღეს ბოლო ჟამია და შეიძლება აი როგორც ჩვენ არ ველოდებოდით ბატონ აკაკის გასვლას, კაცმა არ იცის რა მოხდება. მე მოგიწოდებთ მძლეველებო გაერთიანებას პირველ რიგში, რამე თუ ფრონტის წინა ხაზზე მძლეველები ვართ. პირველ დარტყმას ჩვენ მივიღებთ და რომ არ მივიღოთ დარტყმა, ამიტომ ჯერ ჩვენ გავერთიანდეთ, როგორც ბატონ აკაკის დროს ვიყავით, სანამ ის წავიდოდა და შემდეგ როგორც ჩვენი ლაბორატორია სარდაფი, სადაც ხდებოდა ჩვენი შეხვედრები ყველასი ერთად, ერით გამოიღვიძებს და გარეთ რაღაც უკეთესობა მოხდება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. რამე თუ ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული, არა გაყოფა, როგორც ოჯახი ინგრევა, ცოლ-ქმარი შორდება, არა, პირიქით გაერთიანება, რომ მოხდეს ერის გაერთიანებაც და პოლიტიკოსებმა აღასრულონ ბოლოს და ბოლოს გადამრჩენელი ან ბიბლიურად ნამდვილად ძლევა ისა რომ სასწაული მოხდეს და თქვენ ბატონო თემურ დიდი მადლობა რომ მე ამის თქვენის საშუალება მომეცით რამე თუ მე სახლში მარტო ვარ ან არანორმალურ მობილურთან დიდი მადლობა რომ მოგზავნდით ჩვენს მაყურებელს თქვენი შეხედულებები მოახსენეთ იმიტომ რომ ეს საჭიროა ყველა მოусმინოთ ერთმანეთს და სწორედ მოსმენით შეგვიძლია მივიდეთ იმ დასკვნამდე კარგი გადაწყვეტილებამდე რაც ერთსა და ერთს გაახარებს და ჭეშმარიტი გზა ვიყო დიდი მადლობა და რაც შეიძლება აი დროში ვიწვით ნამდვილად 7 წელი და 5 აღარ არის დრო არ ითმეს ტანკები მოადგნენ კავკასიის რუსეთის ტანკები რუსეთი ალიევს არაფერს აპატიებს და ღირსიც არის ეს მეორე საკითხია ამდენად ღირსი თუ არ არის ღირსი ჩემი ის გადასაწყვეტი არ არის მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ აღარ აპატიებს და ჩვენ მოვყვებით ამ უბედურებაში ცუდ უბედურებაში სამწუხაროდ ვეღარ ცურგუნისთვის, ვერაფრისთვის ვერ მოვიცვით, მაგრამ მე კარგი 80-ის ხდები სექტემბერში ბავშვები ჩემს უკან 9 ადამიანია, 3 შვილი, მაგრამ ყველა ჩემია. მთელი ერი და ქვეყანა არის ჩვენი. ერი, ქვეყანა და ჩვენი გადასაწყვეტია, ჩვენი პირველ რიგში სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის გადასაწყვეტია. ფრონტის ვერავინ ვერ გააკეთებს სხვა. იმიტომ ვერ გააკეთებს, რომ ამასაც უხერხად ვიტყვი, რამდენიც არ უნდა უჩიჩინო, ვერ გააკეთებინე. მაგრამ არ არის გამორიცხული რაღაც ისეთი მოხდეს, რომ ამ გონება შებრუნებულ მაპატიონ ადამიანებს ის აქეთ შემოუბრუნდეს ის გონება და აი ზუსტად პატრიოტობას ის სულიც ჭირდება, სულის ნახერწკალი რაღაცა შინაგანი ენერგია სამშობლოზე იფიქროს და ცოლ-შვილზე, ოჯახზე და დანარჩენზე. ბატონო
დიდი მადლობა. გაიხარეთ მას. მაყურებლებს. მე თქვენ გეუბნებით პირველად ბატონო თემურ და მე თუ გვისმენდით და თუ ჩვენს აზრს იზიარებთ და ერთად გადავარჩინოთ საქართველო. აი ეს კომენტარებში მოხწერან ერთად გადავარჩინოთ ეს ჩვენ არანაირი პროექტია წუთში. ამაში გადარჩენაზე ვიფიქროთ და მე ეს პროექტები ძალიან კარგია შემდეგი ეტაპისთვის. მამამერთის პროექტი პირველში. დიდი მადლობა ყველას. გაიხარეთ. მადლობა ყურადღებისთვის.